50 тысяч комплектов таких уже поставляется ежемесячно. უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა. აქვე აცხადებს, რომ მისგან განსხვავებით კიევს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის სურვილი არ აქვს. რუს ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მისი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა და შესაბამისად მოლაპარაკებების წარმართვის მანდატიც არ აქვს. მოლაპარაკება ნებისმიერთან შეიძლება, თუმცა ვინაიდან იგი არალეგიტიმური პრეზიდენტია, მას არ აქვს უფლება დოკუმენტზე ხელი მოაწეროს. თუმცა თუ კი მას სურს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მე ამისთვის გამოვყვებ შესაბამის კადრებს, რომლებიც აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს. თუმცა საბოლოოდ ხელმოწერის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დოკუმენტებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. დაუშვებელია რამე ხარვეზი და გადაცდომა. ყველა საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი. პუტინი და კრემლის სხვა მაღალჩინოსნები დიდი ხანია აცხადებენ, რომ კიევში მთავრობა დასავლეთის მიერ არის დასმული. თუმცა ამ განცხადების დასასაბუთებლად მტკიცებულებები არც ერთ ჯერზე არ წარუდგენიათ. ასევე დიდი ხანია, რაც შესაძლო მოლაპარაკებზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება საბრძოლო ველზე არსებულ რეალობას უნდა სცემდეს პატივს და მოითხოვს, რომ უკრაინა მის მიერ 2022 წლის სექტემბერში ოკუპირებული რეგიონები დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟია და ხერსონი სამხედრო ძალებისგან სრულად დაცალოს. სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ მთავარ პირობად ვლადიმირ პუტინი უკრაინის მიერ ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც ასახელებს. მშვიდობის სანაცვლოდ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმებასაც ითხოვს, მათ შორის იმ სანქციების, რომლებიც ზღუდავს მოსკოვის წვდომას გლობალურ ბაზრებზე და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. სხვა პირობები აქვს უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს რუსეთთან ყოვლის მომცველი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას და არა საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას, რაც მოსკოვს ხელახალი შეერაღების საშუალებას მისცემს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ლიდერს სინამდვილეში მოლაპარაკებების დაწყების ეშინია და მისი ყოველი ნაბიჯი თუ ცინიკური ხრიკი ომის სამუდამოდ გახანგრძლივებას ემსახურება. ვფიქრობ, შედეგის მისაღწევად მეტი გვჭირდება. მესმის, რომ გვაქვს ომის დასრულების საერთო ნება. უკრაინელებს ეს მსოფლიოში ყველაზე მეტად სურთ, რადგან ეს ომი ჩვენია, მსხვერპლი ჩვენია. ჩვენი ხალხი და ჩვენი დამოუკიდებლობა მუდმივი საფრთხის ქვეშაა, მუდმივი თავდასხმების სამიზნეა. თქვენ ეს ყველაფერი იცით, ამიტომ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია, უფრო ახლო თანამშრომლობა და ეფექტური გეგმა, რომელიც მტერთან, პუტინთან და რუსებთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლის შესაძლებლობას მოგცემს. პუტინს ნამდვილად შეეშინდება ჩვენთან პირდაპირი საუბრის. ვფიქრობ, იგი ამას საკუთარ მარცხად, საკუთარ სისუსტედ აღიქვამს. მას ეშინია და ამიტომ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის ომად წარმოაჩინოს, როგორც ეს მის ძველ ნარატივშია. რადგან ვერ აღიარებს, რომ სინამდვილეში უკრაინასთან აგებს. მან ვერ დაამარცხა უკრაინა, ის ვერ აღიარებს ამას. მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინი უკრაინის სახელმწიფოს არსებობის უფლებას ეჭქვეშ აყენებდა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელ დამოუკიდებელ უკრაინას ხელოვნურ სახელმწიფოდ აღიქვამს, ხოლო მათ, ვინც ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ანტირუსულ ძალებად. მისი ეს განწყობები კარგად ჩანდა 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მაშინ პუტინი ითხოვდა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტს და დემილიტარიზაციას. 2022 წლის გაზაფხულზე სტამბულში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისას აშკარა გახდა, რომ დემილიტარიზაციის რუსული ხედვა უკრაინას განიარაღებულს და დაუცველს დატოვებდა. სტამბულში გამართული მოლაპარაკებებისას პუტინის წარმომადგენლებმა უკრაინული არმიის მკვეთრი შემცირება სულ რაღაც 50,000 ჯარისკაცამდე დაყვანა მოითხოვეს, ისევე როგორც მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება ნებადართულ ჯავშან ტექნიკასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობაზე. კრემლი დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის სრულ ნეიტრალიტეტს და ვეტოს უფლების შენარჩუნებას კიევისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარებაზე, საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში. ექსპერტების თქმით, ცალმხრივი პირობები ეჭვს არტოვებს, რომ პუტინის მიზანი უკრაინის დამორჩილება და რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპისთვის მისი სრული დაუძლურება იყო. პირობების მიღება ნეიტრალურ უკრაინას დააკარგინებდა ნატოს სახელმწიფოებისგან მხარდამჭერის მიღების და ყირიმსა და დონბასზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობას. მას მოუწევდა დონეცკის და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე როგორც ჯერ კიდევ კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ადრეულმა მცდელობებმა რეგიონში უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. ამ დროისთვის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებების გარშემო არსებული დისკუსია დიდწილად არის ფოკუსირებული იმაზე, თუ რამხელა დათმობებზე წასასვლელად იქნება მზად უკრაინა.
თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რეალურად რამდენად აქვს რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულების ინტერესი. მათი თქმით, აქამდე გამართული მოლაპარაკებები მეტყველებს, რომ პუტინს მხოლოდ ომის უსასრულოდ გაგრძელება სურს და იგი კვლავ ერთგულია მისი თავდაპირველი მიზნის, სრულად გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა.